ახლა ჩვენ შემოგვერთება ზაზა ბიბილაშვილი, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ვისაუბრებთ პოლიტიკურ კრიზისზე და აქედან გამოსავლის გზებზე, თუ შეიძლება ამას კრიზისი უწოდოთ ამ გაგებით და იმ სტანდარტით ბრიტის კრიზისს უწოდებენ ხოლმე თქვათ უცხო ქვეყნებში, აი ახლა ამერიკაში დასრულდა შატდაუნი, რომელიც პოლიტიკური კრიზისის ფორმა და სახე არის კონკრეტული, საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური კრიზისი, მაგრამ ის რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება, სტანდარტული პოლიტიკური კრიზისის ფარგლებში ნამდვილად ვერ ხდება. ზაზდილამშვიდობისა, მაგრამ რომ ხარ ჩვენთან ერთად, აი მე მათ შორის შესავალიც ამაზე მქონდა, ხო? ჩვენ არასტანდარტულ ვითარებაში ვართ, არასტანდარტულია ვითარება, როდესაც აი მაგალითად პარტიების აკრძალვის, გამოხატვის თავისუფლების აკრძალვის, შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლების აკრძალვასთან ერთად პოლიტიკოსებს ეუბნებიან, რომ თქვენ აკრძალოთ და თან გაგასამართლებთ ციხეში იქნებით. ყველაფერს აგიგრძელოთ საერთოდ. ეს მოცემულობა არის აბსოლუტურად უნიკალური მოცემულობა ჩვენი ქვეყნისათვის უნდა ვაღიაროთ და მეორე მხრივ ამას ახლავს და ჩემი აზრით ამის ნაწილი არის ის მოცემულობაც, რომ საქართველოს რჩება ერთადერთ ქვეყნად უკვე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, რომელთანაც თქვათ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას კავშირი არ ქონია. აი ჩვენ ამ პლატფორმაზე ვართ. მაქსიმალური დისტანცირება დასავლეთიდან და რაც შეიძლება მეტი მავნებლური პრაქტიკის, ავტორიტარული პრაქტიკის დანერგვა. როგორ უყურებთ თქვენ აი ამ მომენტს, იმიტომ რომ ჩვენ ყველა სტუმრობის მერე ძიმდება ეს ვითარება, ხო? ხო, დილამშვიდობის. არ ვიცი კიდე რამდენი ხანს გვექნება საშუალება ამ რეჟიმში საუბრის ან საერთოდ საუბარს რა აზრი ექნება ვითარებაში, როდესაც ყოველდღიურად ადამიანებს ფიზიკურად აჩუმებენ, გამოკვეთილად რუსულ ცინიკური არის მათი სტილი. ამ რეჟიმის სტილი, იმიტომ რომ რასაც უნდა მიიღებენ, აი დაუშვათ ერთ დღეს დაავალეს მოსკოვიდან ივანიშვილმა გაიღვიძა ამ ხასიათს და თქვა რომ მინდა რომ აი ეს კანონი მივიღოთ რამდენიმე დღეში ნებისმიერი რამ ხდება კანონი და მე გეუბნებიან რომ ეს კანონია ძმაო, ანუ კანონს უნდა მოერგო, კანონობას არ ავიტანთ, ხო? ანუ კანონი არის ნებისმიერი რამ, რასაც ისინი იტყვიან. ხო? ამას მაგალითად ახლა გუშინ იყო ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რომ ხა მთავრობის ადმინისტრაცია შეიძლება ნებისმიერი პირადი ინფორმაციის და საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის პირადი მონაცემების და საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვას საგადასახადო ორგანოებიდან დასჩენა. განა აქამდე არ შვებოდნენ ამას, ანუ ვერ შვებოდნენ ამას, მაგრამ კანონიერად უნდათ ამის გაკეთება. მაგიტო ვიძახი რომ ეს არის რაღაც გამოკვეთილად ცინიკური პრაქტიკა. ერთი რაც ჩვენთვის არის განსაკუთრებით დამაზიანებელი და ამაზე ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე, არის კიდევ რაღაც გარყვნილი შედარებები 2012 წლამდე არსებულ საქართველოსთან. ხო, ანუ ამას წინათ ახლა სახელდაგვარს არ ვიტყვი, მაგრამ ვიღაცა ამბობდა 2 დღის წინ, რომ აი ესო არის დაბრუნება 2012 წლამდე რეალობაშიო და დაბრუნება კი არა, ჩვენ დავბრუნდით 1990 წლამდელ რეალობაში. 2012 1990 წლამდელ მდგომარეობაში. როდესაც აქ ამ ქვეყანას აკონტროლებდა მთლიანად ოკუპანტი. ეს არის კრიზისი ახსენე, ხო? ეს არ არის კლასიკური გაგებით კრიზისი, არც არაკლასიკური გაგებით კრიზისი. კრიზისი არის, როდესაც ქვეყნის შიგნით რაღაც ძალები ვერთან ხვდებიან ერთმანეთთან. აქ სინამდვილეში არის ორი ძალა, არის ქართველი ხალხი და არის გარე ძალა, ანუ რუსეთი. და რუსეთი იმდანად ვერაგია, იმდანად კარგად გვიცნობს, იმდანად მაგარ დონეზე აქ ეს პროპაგანდა აწყობილი, რომ პრევენციულად წინსწრებით შეატრიალა ეს ყველაფერი და იძახის, რომ თითქოს ისინი არიან ქართველი ხალხი და ყველა დანარჩენი, ანუ ქართველი ხალხი სინამდვილეში არის გარეძალა, ანუ ევროპა. ანუ აბსოლუტურად ამოტრიალებული არის მათ პროპაგანდაში რეალობა. მტრული სახელმწიფოები. ხო, მტრული სახელმწიფოები კონდ ვერასახელებენ, ხო, მაშინ უნდა თქვა, რომ გერმანია არის მტერი, ჰოლანდია არის მტერი, დიდი ბრიტანეთი არის მტერი, ამერიკა. ეს უნდა თქვა, ამას ბუნებრივია, ხო, ესტონეთზე, ну, აი ბალტიის პირელებზე იძახიან, იმიტომ რომ დაბალიღობენ ახეს, პატარა სახელმწიფოები არიან, თუმცა ძალიან დიდი პოლიტიკური წონა აქვთ მათ. არ აღიარება თუ არასწორი დიაგნოზის დასმა არის ის, რაც ძალიან გვაზიანებს. ხო, ნებისმიერი ამ თემის ნებისმიერი გადაყვანა რაღაც სოციალურ თუ აი კონკრეტულ მათ თუნდაც ადამიანის უფლებების ჭრილში, ხო? დიდ სურათს გვაკარგებენ. დიდი სურათი არის, რომ ეს ქვეყანა არის დაპყრობილი. და ჩვენ ვართ აი ბოლოკერები თავისუფალი სიტყვის, აღიაზრის და ძალიან თხელი ხაზია დარჩენილი. ეკონომისტი იყო ხო გუშინ, ხო? აი ძალიან შემზარავი სტატია იყო. მე ვკითხულობდი, რომ ბოლო ნაპერწკლები დემოკრატიისო ქრება. კი ბატონო. აი ვითარებაში ვარ ჩვენ და ახლა საუბარი იმაზე, რომ რაღაცა შიდა პოლიტიკური კრიზისია, ან ნებისმიერი შედარება 2012-თან, 2012-თან შედარება ამას მინდა დაუბრუნდა კიდევ და კიდევ.
ან არის საკუთარი დანაშაულის გადაფარვის მცდელობა სრულად შეგნებული, ან იმდენად დიდი სიბეცსა და მეამიტობა, რომ ასეთ ტიპის ადამიანებს საჯარო სივრცეში არაფერი არ ესაქმებათ. წლები გადის და აი სიტუაცია რაც მძიმდება ამ ქვეყანაში. ერთადერთი რაც ჩდება ნათლად არის ის, რომ აი 9 წლიანი პერიოდი ამ გაგებით იყო აბსოლუტურად გამორჩეული პერიოდი სინამდვილეში ამ ქვეყნის ძალიან ვრცელ ისტორიაში, ხო? და მათ შორის მე ყველაზე მეტად არ მიყვარს ხოლმე, როცა სისხლსამართლის პოლიტიკას არამებს გავს ადარებენ ერთმანეთს, აი ნულოვანი ტოლერანტობა და ნულოვანი თანაგრძნობა. ეს ორი პრინციპულად განსხვავებული ენა იყო. ნულოვანი ტოლერანტობა მიემართებოდა ორგანიზებულ დანაშაულს და ნულოვანი თანაგრძნობა მიემართება დემოკრატიულ ძალებს. აი ეს განსხვავება არის ამ ორ შორის, ხო? როცა ჩვენ ვხედავთ ამ ორგანიზებული დანაშაულის აღზევებას სრულად. ამაზეც ბევრი უნდა ვისაუბროთ კიდევ, მაგრამ აი კორუფციაზე არის კიდე ერთი დეტალი, აი ეს როცა საბჭოთა საქართველოს ბევრს წერენ, აი ვინც წერს, კვლევრები ვინც არიან, აი კორუფციას დიდ დროს უთმობენ ხოლმე როგორც ცალკე სოციალურ მოვლენას, რომელმაც განსაზღვრა ყველაფერი, როგორი იყო ის ქვეყანა და საზოგადოება მოწყობილი და დღემდე პრაქტიკულად აი იმის რაღაცებით მოვდივართ, ხო? ოცნებამ ამის რაღაცნაირი რესტავრაცია მოახდინა. აი მთელი რესტავრაცია მოხდა ამ იდეალებისა ბრჭყალებში, ხო? რაც იყო დაფუძნებული ამ გაგების, მიტანმოტანის, ჯიბეში ხელის, აი ამის იდეა და ამას ხედავთ, ხო, თვითონ გამოაშკარავეს ნაწილი. აი როგორ ხედავთ ამ როლს ჩვენ გვისაუბრეთ ეს კითხვა დამისვას, თუმცა აი გრძელდება ოცნების თვითონ შიდა კამპანია და ჩვენ უფრო და უფრო ვიგებთ, თუ როგორ მართლები ვიყავით მათ კორუფციის მხილებაში. მათივე პირიდან ვიგებთ ამ ყველაფერს. თუ მასშტაბი არის არნახული ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. აქამდე ასეთი არაფერი არ გვინახავს. კი, რო დავაჯამოთ, ადრე ვამბობდი რომ აი რა 9 წელია რა 90-იანები, ეხლა რო უყურებთ ამ მასშტაბს, აი ალბათ ჟავანაძის დროიდან რო დავიწყოთ, მოყოლებული და აი ყველანაირი და ყველა ეტაპის, ყველა ხელისუფლების შორის აი ოკუპირებულ საქართველოში არსებული კორუფცია რო დავაჯამოთ, იმაზე ბევრად მეტი არის ის, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ აი ბოლო ხანებში. თუმცა ეს არ ვიცი რამდენად გვაძლევს ჩვენ თუნდაც იმის საშუალებას რო ვთქვათ, რომ მართლები ვიყავით ან გავიხაროთ ამით ვინაიდან ასეთი ტიპის რეპრესიები, როდესაც უკვე რეჟიმის შიდა რეპრესიებზე გადადის, სინამდვილეში მის ძალაზე მიუთითებს და არა იმაზე, რომ რღვევაა. ცხადია, ხა არავის არ უნდა ჩვენზე მეტად და ამაზე გვისაუბრია, ხო, რომ რეჟიმი ირყეოდეს და ირღვეოდეს, მაგრამ ეს ზუსტად სამწუხაროდ, ანუ მინდა რომ ისევ ადეკვატურები ვიყოთ და შევაფასოთ სწორად. სწორად იმის მანიშნებელია, რომ იმდენად თავში აქვს დავარნილი, იმდენად ვერ გძნობენ ვერანაირ შიდა საფრთხეს, რომ იმდენად თავდაჯერებულები არიან, რომ უკვე თავის ერთგულ და უერთგულეს კოცებსაც კი მიადგნენ, ზოგს ფულს ართმევენ, მოპარულ ფულს, ზოგს პირდაპირ ციხეში უშვებენ, ზოგს ალბათ წინასწარ აფრთხილებენ და ქვეყნიდან უშვებენ, ვინაიდან ამაზეც იყო საუბარი, რომ ძალიან ბევრი მოადგილე დაიჭირეს, მაგრამ პრაქტიკულად არც ერთი პირველი პირი, ხო, ესე გამოდის, რომ მოადგილეები ყოფილან პრობლემა ამ ქვეყანაში. ჯვანშე ბურჭულაძე დაიჭირეს ერთადერთი, ოღონდ იქ შუტოვებენ ვიღაცა ერთს ისეც გარეთ, რომლის მოვალეობა აშკარად არის, რომ ფული მოკრიბოს. კი ბატონო, და ამ მიზნით არის გარეთ დატოვებული. და თან ეს არის ეს აი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის არის ძალიან ცუდი პრეცედენტი, ანუ ძალიან რუსული ტიპის გარყვნაა მთელი საზოგადოების. აი რას ეუნება კორუფცია ადამიანებს? კორუფცია ადამიანებს ეუნება, რომ თუნდაც დასჯილი კორუფცია ვითომ ესენი რო სჭიან, ხო? აი ვიღაცა მოიპარა 100 მილიონი, ჩაატაინოს 50, ან 90, ან 95 5 მილიონი დარჩა რა, ცოტა ფულია, ანუ ხო 500.000 რო 100.000 რო დარჩა, ცოტა ფულია. ხო, ანუ ადამიანმა რაღაც მოიპარა, ძალიან ბევრი მოიპარა, თუნდაც მისთვის ყველაზე უარეს შემთხვევაში რაღაც უკან მიატარინეს, დანარჩენი დარჩა და იმ დანარჩენით მისი ცოლი, შვილი, ოჯახი ხეირობს, ინვესტირებას ახდენს, ხვალ უკვე რაღაც მას მოუშვებს ჭიკაიძე, ხო, რაღაც გახდება, ფორმა შეიცვლის, იმით შეიცვლის, ბიზნესმენი გახდება და სხვანაირად დაგველაპარაკება, ხო? აი ეს სოციალური ინჟინერია ხდება და სხვები, პატიოსანი, წესიერი, კანონმორჩილი ადამიანები უცბად ფიქრობენ, რომ აი ჩვენ რა გამოვდივართ ამ შემთხვევაში, ხო? ჩვენ ვინც არ ვიპარავთ, ვინც კანონმორჩილებით გამოვირჩევით, ანუ გამოდის რომ ეს არათუ წახალისებული არავე, არამედ გეუნება სისტემა მთლიანად, რომ შენ არა ხარ, აი მართლა უნიათო ხარ თუ ასეთი ხარ, ხო? ანუ ეს არ არის უბრალოდ ერთეული პირების დანაშაული, ეს არის დამპყრობლის პოლიტიკა, რომელმაც საზოგადოება უნდა დაშალოს ამგვარად. კანონმორჩილება უნდა სასაცილოდ აქციოს
რაღაც უმწეობათ უნდა წარმოაჩინოს და ესეთი ოღრაშობა, რასაც ჩვენ კონცეფტში ვხედავთ, უნდა აქციოს წესად და ნორმად. და აქაც ახლა რაზეა საუბარი, თუ გაგივა შეგრჩება, ხო? ხო ვხედავთ ახლა არა ერთს და ორს. შეიძლება ყველაზე მსხვილ კორუმპირებულსაც კი, რომელიც ძალიან უთიფრად აგრძელებს თბილისის მერიას და კახკალაძეს საუბარს. კორუფციასთან ბრძოლა ისე რომ არ შეეხო თბილისის მერიას და კახკალაძეს არის ტყუილი უბრალოდ. თქოს ეს სქემები, ეს კორუფციული სქემები რაც გამოაშკარავდა, მოულოდნელი რა იყო, იცი? ნულოვანი მცდელობა იყო შიგნით რამის დამალვის. ანუ წმინდა ტექნიკურად ხო რაღაც პროცედურები, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალწარმოება ხდება, ხო, დოკუმენტების წარმოება, რომელსაც ნებისმიერ სამსახური აკეთებს. აი ესეც კი დაეზარათ ფორმალური რაღაცების გაკეთება რა, კომპანიის მოძებნა, რომელიც რეალურად არსებობს, თქვა. იქ იმასაც ფული არ გაუყვეს. აი რაღაც აი აბსოლუტურად ღორული ხედვით, რომ თან ეს ერთ რამეს მიუცდებს, რომ ეს იყო პრაქტიკა, რომელსაც წვანეში ჰქონდა ანთებული. ეს ხალხი ამ გაგებით უდანაშაულოა, რა გაგებით, რომ ისინი როცა ამას აკეთებდნენ, მათ იცოდნენ, რომ ამის გამო არავინ არ დაიჭერდა მათ რა და ეს იყო სახელმწიფო საქმეთ გამოცხადებული, იმიტომ რომ მე იმ ფულს ქაფს ხდიდნენ და პარტიის ბიუჯეტში მიქონდათ რაღაცნაირად. ჩვენ ახლა წლების განმავლობაში ვამბობთ, რომ ეს არის რუსების და ივანიშვილის მართვის მეთოდი. მიუშვებენ, ფულს აკეთებინებენ და ეს პარალელურად ამ საქმეებს იძიებენ. ახლა ჩვენ ხო ეგ არ გვეპარება, რომ ეს ეხლა არ არის, ან რომელიმე ეს საქმე ახალი გამოძიებული არ არის, ვაიმე პროკურატურამ რაღაც აღმოაჩინა და ამ ფინანსურმა პოლიციამ და ეხა აქედან გამომდინარე ვიღაც დააკავეს. არ არის ეს საქმეები ყველა გამზადებულია, ყველა თაროზე დევს, რა მომენტშიც დაჭირდებათ, დაუძახებენ და ეხა ეს საქმე ამოწიეთ. ხო, ანუ ერთი მხრივ ამ ადამიანებს აჭმევენ უკანონოდ კორუფციულად და ზღვარგადასულად, ეუბნებიან, რომ კი ბატონო, მიდით მიხედეთ თავს როგორც გინდათ, მეორე მხრივ ამ საქმეებს ამზადებენ და შემდეგ ეს არის აი ორმხრივი კონტროლის მექანიზმი. გინდა რომ ეს ცხოვრება შეინარჩუნო, მაშინ იქნები ჭკვიანად, თუ არ გინდა რომ ეს საქმე იცოდე რომ ყოველთვის გამზადებულია, ხო? კი ბატონო, და ნუ ორივე გზა ქართული საზოგადოებისთვის დამღუპველია და შესაბამისად ისევ იქ მივდივართ, რაზეც საუბრობდით. აქ ბრძოლის ორგანიზებაზე ვლაპარაკობთ ხოლმე ხშირად, მათ შორის უბრალოდ აი ბევრი ადამიანისათვის ამ კითხვაზე პასუხი, როგორ გამოიყურება ივანიშვილის ფინალი რთული წარმოსადგენია, იმიტომ რომ მას ფორმალური თანამდებობა არ აქვს. აგერ პარტიები დაიქცნენ, რა ბრძოლის მეთოდით შეიძლება მიაღწიო იმას, რომ მან არსებულ ძალაუფლებაზე უარი თქვას, ან მას გამოგრიჩოს ძალაუფლება, რთული წარმოსადგენია. არა ადამიანებს სჭირდებათ ამის წარმოქმნა იმისთვის, რომ ამ პროცესში თავისთავად დაინახონ, ხო? ამას პოლიტიკური კლასი ვეღარ ახერხებს. ამას აქვს თავისი მიზეზი, მათ შორის ისიც, რომ ეს ხალხი იმდენი წელი ამ წარუმატებლობის მორევში არის, წარუმატებლობა ისეთი ცუდი სენი არის, მე სხვანაირად გეკრობა და ამ მრჩევლის თვალშიც, ადამიანების თვალშიც ცუდად გამოიყურები. პოლიტიკოსებს არ აქვს დიდი დრო სხვა შორის მაგისთვის, ხო, რაც მალე რაღაცა უნდა ქნან. მაგრამ აი მეორე მხრივ ადამიანებს სჭირდებათ ეს ხედვა და ზაზე თქვენ ხედავთ ივანიშვილის ფინალს? მე ვხედავ, ძალიან ნათლად ვხედავ ივანიშვილის ფინალს. უბრალოდ მე ვხედავ ამ ფინალს, როდესაც ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც დღეს ჩვენ ფლანგზეა, შეეწინააღმდეგება. აი ჩვენ ნახეთ საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში როგორი ინფილტრირებული იყო ეროვნული მოძრაობა კგბ-ს აგენტებით. ეს ფაქტია და რა როლი შეასრულეს ნეიტრალური საქართველოს მოძრაობა და და შესაბამისად მათ ძალიან ნეგატიური როლი ითამაშეს იმ პერიოდში და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ის ფინალი, საბჭოთა კავშირის ფინალი საქართველოსთვის ტრიუმფალური არ ყოფილიყო და ყველა იმ ახეში გამულიყავით, რომელიც იმპერიამ დაგვიგო. მსგავს საფრთხეებს მე ვხედავ, ბუნებრივია ხა ივანიშვილის რაღაც დასასრულზე ვერ ვილაპარაკებ, როგორ დასრულდება მისი რეჟიმი, მაგრამ ნუ ეს ისტორიულად ხდება, ლოგიკურად ხდება და ახლა თანამდებობა გიჭირავს თუ არა ხალხის პირისპირ ეს მაინდა-მაინც მნიშვნელოვანი ცხადია არ არის. რა როლი უნდა ქონდეთ ამ პროცესში პოლიტიკურ პარტიებს, რომელსაც აკრძალავენ და პოლიტიკოსებს ციხიდან არ გამოუშვებენ? ირაკლი ერთნაირად დაუბრუნდები თუ შეიძლება შენის ნებართვით, მანამდე შენ თქვი აი დამარცხების მენტალური ფენომენი, ხო, მარცხის ფენომენი. ამაზე ძალიან ბევრი გვისაუბრია სტუდენტებთან. ეს არ არის უბრალოდ ბოლო წლების ოპოზიციის სცენი, სამწუხაროდ ეს არის ის, რითიც ქართველებს გვზდიან. ანუ ჩვენთან მარცხი არის გაკეთილშობილებული და გლოვა.
მარცხი და გლოვა. ჩვენს ისტორიას თუ წავ ისტორიას არა, როგორც გვასწავლიან ისტორიას, ეს არის ერთგვარი მარცხის გლორიფიკაცია. ანუ ჩვენ ვიბრძოლეთ ჰეროიკულად, სამაგალითოდ, მაგრამ დავმარცხდით, იმიტომ რომ იქ ვიღაცამ გვიღალატა იქ ვახტანგ გორგასალს, ვიღაცამ დაუნახა იღლიაში ღიობი, ან ერეკლე მეორეს მოგებული ქონდა ფაქტიურად ომი, მაგრამ მე ვიღაცამ თქვა რომ აგერ მეზარბაზნენი არ აყავთ და მობრუნდნენ და დაგვიფრეს და აი ყოველ ან სოხუმში ბიჭებმა 11 დღე იბრძოლეს, მაგრამ ზუგში ვიღაცამ დაგვარტყა. ანუ ყოველთვის ვნახულობთ რაღაც მიზეს, რომელთაც ეს მარცხი იხსნება და სინამდვილეში არასდროს არ გადავდივართ იმ ეტაპზე, რომ კაცო გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ მოდი რა ვისაუბროთ და ვიფიქროთ გამარჯვებაზე. იგივე აი თუ შევხედავთ ჩვენს ისტორიოგრაფიას, სხვათა შორის აი ლევან სანიკიძის დედა ისტორიაში იყო, ხომ ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ეგ, ყველა საუკუნის ბოლოს შეჯამებული იყო სტატისტიკა. აი ფეხბურთის სეზონის ან მატჩების არ იყოს ხო რაღაც ამ და ამ საუკუნეში საქართველოს გადაიხადა ამდენი და ამდენი ომი, ამდენი მოვიგეთ, ამდენი წავაგეთ, ამდენი ფრედ დავასრულეთ, მაგრამ ხშირად ყოფილა რომ ბალანსი ძალიან დადებითი იყო, მაგრამ სინამდვილეში პოლიტიკური სურათი ძალიან სავალალო ჩვენთვის. აქაც ხო აი ამ ვითარებაში რა ხდება ხოლმე, რომ იყო ვიღაც მოგზაური, ევროპელი თუ სადაურიც არ უნდა ყოფილიყო და ის მოგზაური წერდა რომ აი ქართველებმა ძალიან მაგრა იბრძოლეს, ან როგორც მონღოლი ყაენი დაწერდა რომ აი გაუგნებული ვარ ქართველთა სიმამაცით ბრძოლის ველზე. აი ბავშვებთან ახლა საუბრობ რომ გვისაუბრია ხოლმე ხშირად ვეკითხები წარმოიდგინე რა გირჩევნია შენ აქებდე მტერს თუ მტერი გაქებდეს შენ. იმიტომ რომ ჩვენი მთელი ისტორიოგრაფია როგორც გვასწავლიან ჩვენ ამ ისტორიას არის რა რომ მტერი გვაქებს და რა მაგრები ვართ. აი მონღოლები გაგიჟდნენ, სპარსელები გაგიჟდნენ ქეთევან დედოფლის ასე თქო თავდადებას და შემდეგ რაც რა თქმა უნდა მაგარია, მაგრამ წარმოიდგინე ის სცენარი. როდესაც შენ აქებ მტერს, იმიტომ რომ შენ ხარ გამარჯვებული. აი, რა ვიცი, ქართველი ისტორიკოსი წერს, რომ მონღოლებმა ძალიან მაგრად იომეს, მაგრამ რა ვქნა, ჩვენ მოვიგეთ. ხო, ხა ძალიან შორს წავედი. ანუ, ხო, შორს წავედი, მაგრამ მოდის ხოლმე, ეგ აი ძალიან საინტერესო. ყველაფერს გაზდევს, აი, ყველაფერს გაზდევს ის რადაც ვაპარაკობ. ეს ახლა ისტორიის იმგანაც ამოდის ხო ეს რომ ბევრჯერ ვიყავით დამარცხებული და აქედანაც ამოდივარ. მათ შორის ამიტომ ვიყავით დამარცხებული რომ წინასწარ მივდიოდით თითქოს გავდიოდით ხშირად გმირულად დასამარცხებლად. გავდიოდით ანუ იქნება საფეხბურთო მინდორი თუ რაღაცა ტიპის დაპირისპირება სახელოვნად დასამარცხებლად და არა სახელოვნად გასამარჯვებლად პირობითად ვინაიდან აი ის შექება სადღაც ქვეცნობიერად ჩვენთვის იყო საკმარისი. რომ ჩვენ გმირულად ვიბრძოლეთ. და აი ეს გმირული ბრძოლა უნდა ჩანაცვლოს ძალიან რაციონალური, ძალიან ცივსისხლიანი, ძალიან მომთმენი, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული მიდგომით და ეს არ არის მარტივი რაღაც და არ შეეხება მხოლოდ ამ ოპოზიციას, შეგვეხება ყველა ჩვენგანს. აი აქ რაღაც უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ აი ეს მტრის მიერ შექება თუნდაც აი თანამედროვე კონტექსტში რო გადმოვიტანოთ, ხო, აი რაღაც რას დაწერენ ჩვენში ეკონომისტში ან რა სიტყვის ჩვენზე CNN-ი ან Fox-ი ან ვიღაცა ქართველებმა გმირულად რაღაც გამოხატეს პროტესტი ან იცეკვეს ხორუმი ან ასე შემდეგ, ამის მაგივრად იყოს headline-ი, რომ საქართველოში რეჟიმი შეიცვალა. პირობითად. კი. ეს ალბათ საუკეთესო headline იქნება. სხვა შორის ამასაც რადიოში უსმენდა მარცხთან დაკავშირებით გამახსენდა, რაც სიმღერა იყო და მე ტექსტს რომ მოусმენე, ვნახე ონლაინ და მივხვდი პოპულარული სიმღერაა ძალიან და ტექსტში იყო ჩემი სამშობლო, ჩემი საქართველო, მოწყენილო, ნაღულიანო, მუდამ სადარდელო და ეს რაღაცა აღქმა სამშობლოს და სამშობლოს ჩვენ მიმართებს, რომ ცოტა დაიტირო ის მუდმივად. და ეს არის ჩვენი ისტორია რაღაცნაირად ასე უნდა შევხედოთ. ეს არის ის სხვა შორის რითიც გაჯერებულია სომხური ნარატივი სომხეთის შესახებ და ეს არ არის ჩვენთვის ესე ძალიან დამახასიათებელი და უფრო და უფრო შემოდის ბოლო დროს და ეს არასწორი მგონი არის შეიძლება ძალიან ეს ხელოვნურად არ შემოდის ეს ყოველთვის ანუ რუსეთის ან დამპყრობლის მხრიდან არის ხოლმე წახალისებული, მაგრამ ჩვენი ისტორია ასეთი არ ყოფილა, ანუ ჩვენ ვიმეორებთ ვახდენთ მარცხის გლორიფიკაციას და სისუსტის გლორიფიკაციას, ან ჩვენ სუსტები ვიყავით, იმიტომ რომ კეთილები ვიყავით. მოდი ახლა შევხედოთ ერთი ეპიზოდი გავიხსენოთ ჩვენი ისტორიიდან. თამარ მეფეს რო გაუჩნდა ლაშა გიორგი. რა მოხდა ამის მერე? ჩვენი ლაშქარი წავიდა და ავღანეთამდე იარა და მე მობრუნდა უკან, იმიტომ რომ ნაალაფარი ვეღარ ატარა. წარმოიდგინე ავღანეთში რო ცხოვრობ, ვიღაცის ლაშქარი მოდის, ვინ არიან ეს ხალხი, რა ვიცი, ამათ მეფე შვილი გაუჩნდა და მოდიან და გვარბევენ, ხო? რა მინდა ამით თქვა, როცა შნო ქონდა, როცა საშუალება ქონდა, ვიყავით ისეთივე იმპერია და ესა კეთილს და ბოროტს არ ვამბობ, ჩვეულებრივი იმპერია, როგორიც შეგვეძლო და შესაბამისად, როდესაც არ შეგვეძლო, მოდი რა ამით თავს ნუ ვიმშვიდებთ, რომ კარგები ვიყავით, იმიტომ არ შეგვეძლო, სუსტები ვიყავით და მე მინდა რომ საქართველოს იყოს ძლიერი, მე მინდა რომ საქართველოს ქონდა
გამარჯვების მენტალიტეტი და მე ჩვენ ვაქოთ რა ვიღაცა ვინ ჩვენ რუსი ვაქოთ რომ რუსმა ძალიან მაგრად ხო რა მაგრა იბრძოლეს მაგრამ წააგეს მადლობა ძალიან დიდი საზა ბიბილაშვილი იყო ჩვენთან ერთად ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი